გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვსაუბრობთ კავკასიური პოდკასტის ფარგლებში და დღევანდელი ჩვენი თემა გახლავთ ადიღეელების მეორე განშტოების ხალხი ყაბარდოელები. ყაბარდოელებიც ადიღეელების მსგავსად თავიანთ თავს ადიღეს უწოდებენ, თუმცა აქვთ მეორე თვითსახელწოდებაც, კერძოდ ყებერდეი. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ მდინარეების მალკის, ბაქსანისა და თერგის აუზებში. 2010 წლის მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში 9,500,000-ზე მეტი ყაბარდოელი ცხოვრობს. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის გარდა ყაბარდოელთა სოფლები არის ასევე ადიღეაშიც და არის ქალაქ მოზდოკის მიდამოებშიც. ადრე მოზდოკელ ყაბარდოელებს მართლმაიდებელ ჩერქეზებს უწოდებდნენ, რადგან ისინი მე-18-19 საუკუნეებში თავიანთ მფლობელებს გამოექცნენ და რუსებს შორის შესახლებულებმა ქრისტიანობა მიიღეს. ასევე ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ყაბარდოდან ყუბანის სათავეებში გადასახლებულ ყაბარდოელებს დღეს ჩერქეზებად მოიხსენიებენ. რუსული დეპორტაციის გამო ყაბარდოელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია მიმოფანტული. თურქეთში, სირიასა და იორდანიაში არაოფიციალური მონაცემებით 5-დან 7 მილიონამდე ადიღეური მოდმის ხალხი ცხოვრობს. ყაბარდოელები ლაპარაკობენ ყაბარდოულ ჩერქეზულ ენაზე, რომელიც კავკასიურ ენათა ჯგუფის ადიღეურ აფსუურ ჯგუფში შედის. ყაბარდოულ ენას აქვს რამდენიმე დიალექტი: ბაქსანური, ანუ დიდი ყაბარდოს დიალექტი, ბესლენური, ყუბანური და მთელი რიგი ცალკე კილოკავები, როგორც არის მალკური, ანუ მცირე ყაბარდოული, მოზდოკური და ასე შემდეგ. თანამედროვე ყაბარდოული და ჩერქეზული ლიტერატურული ენის საფუძველს ბაქსანური დიალექტი წარმოადგენს. რადგან ენაზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტი, კერძოდ ის, რომ ცნობილი თურქი მოგზაურის და დიპლომატის ევლია ჩელების ცნობით 1661 წელს მცირე ყაბარდოში ყაბარდოულ ენასთან ერთად ქართულ ენასაც იყენებდნენ საურთიერთობოდ. დღეს ეს და ამის მსგავსი ისტორიული ფაქტები მიჩქმალულია კავკასიელი ხალხების მთავარი ჟანდარმის, რუსეთის პროპაგანდისტული ისტორიოგრაფიის მიერ. ჩვენ უკვე ვიცით წინა გადაცემიდან, რომ ადიღეელები არიან დასავლეთ ადიღეური მოდმის ხალხი. რაც შეეხება ყაბარდოელებს, ისინი აღმოსავლეთ ადიღეელები არიან და ადიღეელებსა და ჩერქეზებთან ერთად ადიღეელთა ეთნიკურ ერთობას შეადგენენ. მიჩნეულია, რომ ძველი ადიღეური ერთობის ფორმირების პროცესი მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი 1000 წლეულის ბოლოსა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის შუა პერიოდს. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ახეების, კერკეტების, მეოტების ტომები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეებში ჩამოყალიბდა მეოტური კულტურა. მეოტთა ტომები სახლობდნენ აზოვის ზღვიდან შავ ზღვამდე გავრცელებულ ტერიტორიებზე. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4-3 საუკუნეებში მეოთთა მრავალი ტომი შევიდა ბოსფორის სამეფოს შემადგენლობაში. ახალი წელთაღრიცხვის მე-4-7 საუკუნეები ისტორიაში ცნობილია როგორც ხალხთა დიდი გადაადგილების ეპოქა. ჰუნების შემოსევებმა ადიღეური ტომების გაღარიბება და დაკნინება გამოიწვია. მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე მე-19 საუკუნემდე ყაბარდოელები უცხოურ წყაროებში ჩერქეზების სახელით მოიხსენიებიან. ყაბარდოელთა წინაპრები სწორედ მე-13-მე-14 საუკუნეებში გამოეყვნენ ადიღეელთა საერთო მასას და ყუბანისპირეთიდან თერგის მარცხენა მხარეს დიდ ყაბარდოში დასახლდნენ. მე-15-მე-16 საუკუნეებში ყაბარდოელთა ნაწილმა უფრო აღმოსავლეთით თერგის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა და ასე წარმოიქმნა მცირე ყაბარდო. მე-16 საუკუნიდან იწყება ყაბარდოს რუსეთთან დაახლოების პროცესი, რაც ყაბარდოზე ოსმალეთისა და ყირიმელი ხანების ხშირი თავდასხმებით იყო გამოწვეული. ყაბარდოელთა ხალხურ ზეპირ შემოქმედებაში მე-16-მე-18 საუკუნეები იწოდება ყაბარდოელი ხალხის ბედნიერ, ოქროს, გმირულ პერიოდად. მე-16 საუკუნეში თავადმა თემრიუკმა გააერთიანა წვრილ-წვრილი ყაბარდოული სათავადოები და შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა
ყირიმელ თათრებთან, ნოღაელებთან და ყუმუხებთან ბრძოლაში, რომელთა უკანაც იდგნენ ოსმალეთისა და სპარსეთის ძლიერი სახელმწიფოები. თემრიუკმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, ასტრახანისა და ყირიმის სახანოებთან. 1561 წელს მისი ქალიშვილი გუაშენი ცოლად შეირთო ივანე მრისხანი. ამ ფაქტით იყო განპირობებული რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ყაბარდო რუსეთის შემადგენლობაში სწორედ ივანე მრისხანეს მეფობის დროს 1557 წელს შევიდა. მაგრამ სინამდვილეში რუსეთმა ყაბარდო მხოლოდ 1774 წელს კუჩუკ კაინარჯის ზავით დაიქვემდებარა. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ყაბარდოელები დამოუკიდებლობის აღდგენას ცდილობდნენ და ამ პერიოდს დაემთხვა მათში აქტიური ისლამიზაციის პროცესიც. რუსეთის წინააღმდეგ 1804, 1813, 1822 წლების აჯანყებებში დამარცხებამ ყაბარდოელთა შორის დიდი მსხვერპლი და მათი მდინარე ყუბანს გაღმა გადინება გამოიწვია. ყაბარდოს მოსახლეობას ასევე დიდი ზიანი მიაყენა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში 1804-1811 წლებში მძვინვარებდა. 1825 წელს ყაბარდო საბოლოოდ შეყვანილ იქნა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ყაბარდოს უკანასკნელმა მმართველმა ქუჩუკ ჯანხოთოვმა თავისი უფლებამოსილება მთლიანად და საბოლოოდ ცარიზმის ადმინისტრაციას გადასცა. 1860-1866 წლები არის განსაკუთრებით მძიმე ჩრდილოკავკასიელი ეთნოსებისთვის. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად ამ დროს ყაბარდოელების უზარმაზარი ნაწილი ოსმალეთში იქნა გადასახლებული. მოგეხსენებათ, ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით. ათეულ ათასობით გადასახლებულმა ვერც კი მიაღწია დანიშნულების ადგილს, გზაში გარდაიცვალა შიმშილისა და გაუსაძლისი პირობების გამო. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ყაბარდოელთა სხვადასხვა დასახლებები, ანუ კაბაკები, განსახლების არეალს ხშირად იცვლიდნენ. ამის მიზეზად სახელდება როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები. კერძოდ ომები ყირიმის სახანოსთან და მეზობელ კავკასიურ ტომებთან და აგრეთვე შიდა დაპირისპირებები. ამას ასევე ხელს უწყობდა ყაბარდოელთა მეურნეობის ფორმაც, მომთაბარე მეცხოველეობა. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოუტანა ყაბარდოელებს ორი მსხვილი ფეოდალური კლანის ბაქსანისა და კაშტაკავის დაპირისპირებამ, რომელიც 1 საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. ყაბარდოელები ყაბარდოს ფარგლებს გარეთაც სახლდებოდნენ, მაგალითად მე-17-18 საუკუნეებში მათი მიგრაცია მოხდა ყუმუხის დაბლობში. ამავე დროს საინტერესოა, რომ ყუმუხების სოფლებში ცხოვრობდნენ გვარები, რომელთა წინაპრებიც ყაბარდოდან იყვნენ ჩამოსულები. რაც შეეხება მეურნეობას, ყაბარდოელთა ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას, როგორც უკვე აღენიშნა, მეცხოველეობა, კერძოდ მომთაბარე მეცხოველეობა წარმოადგენდა. ისინი აშენებდნენ ცხენებს, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს. მომთაბარე მეცხოველეობის პირობებში ზაფხულში მიდიოდნენ მთის საძოვრებზე, ზამთარში კი სტეპებში. ყაბარდოული ფოლკლორი გამშვალულია მესაქონლეობის თემებით, განსაკუთრებით ხშირად უმღერიან ჯოგებსა და შესანიშნავ ცხენებს. მეცხოველეობაში წამყვანი ადგილი სწორედ მეცხენეობას ეჭირა. საყოველთაო აღიარება ჰქონდა მოპოვებული ყაბარდოული ჯიშის ცხენებს. ისინი ხშირად აწყობდნენ დოღებს. ცხენებს ყაბარდოელები დამღებით გამოარჩევდნენ. ყველა გვარს მისთვის დამახასიათებელი დამღა ჰქონდა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ყაბარდოელებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს მიწათმოქმედებას. საერთოდ ყაბარდოელებს და აგრეთვე ჩერქეზებს თიელ ხალხად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში მათი სოფლები განლაგებულია სტეპებსა და მთისწინეთში. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე დასახლება შეჯგუფული ტიპის ჰქონდათ. ყაბარდოული საცხოვრებელი სახლის ჩონჩხს წარმოადგენდა ხის ბოძები, რომელიც თხილის ტოტებით იყო მოწნული და თიხით იყო გალესილი. ასეთი ტიპის სახლი, მსუბუქი მოწნული ნაგებობა ადიღეელებისთვის ძალიან ძველ დროში იყო დამახასიათებელი, რაც არქეოლოგიური ძეგლებითა და მოგზაურთა ჩანაწერებითაც დასტურდება. ოთახების რაოდენობა განსაზღვრული იყო ოჯახში საქორწინო წყვილთა რაოდენობით. სამეურნეო ნაგებობებიც მოწნული ტოტებისგან იყო აგებული, რომლებიც ჩალით და თივით იყო ხოლმე გადაფარული და რომლებსაც ხშირად მრგვალი ან და ოვალური ფორმა ჰქონდათ.
თავადებს, აზნაურებს და დაწინაურებულ გლეხებს საცხოვრებელი სახლების გვერდით აშენებული ჰქონდათ სასტუმრო სახლებიც. ფეოდალების სახლებს ყმაგლეხები და მონები აგებდნენ, დანარჩენები კი თვითონ იშენებდნენ, თუმცა ამ დროს მეზობლებმა და ნათესავებმა ურთიერთდახმარებაც იცოდნენ. რაც შეეხება ყაბარდოელთა ჩაცმულობას, მათი ტანსაცმელი თითქმის ისეთივე იყო, როგორც სხვა ჩრდილოეთ კავკასიელებისა. გარეგნულად ყაბარდოელები მაინც გამოირჩეოდნენ დასავლეთ ადიღეელებისგან და აბაზებისგან. მაგალითად, ზღვისპირა აბაზები თუ გრძელთმებს ატარებდნენ, ყაბარდოელები როგორც თავს, ისე წვერს იპარსავდნენ ხოლმე. მათი ძირითადი საჭმელი იყო ეგრეთ წოდებული პასტა, ფეტვის ბურღულის უმარილო სქელი ფაფა. სქელ გაციებულ ფაფას ნაჭრება ჭრიდნენ და ისე შეექცეოდნენ. პასტა ყველა ადიღეური ტომისთვის, მათ შორის აფსუებისთვისაც ტიპიური იყო. საინტერესოა, რომ კავკასიის სხვა ხალხებმა პასტის მსგავსი საჭმელი არ იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყაბარდოელთა მენიუში შედიოდა საქონლის და ცხვრის ხორციც. ძველად, სხვათა შორის ისინი ასევე მიირთმევდნენ ცხენის ხორცს და სვამდნენ ცხენის რძესაც. ყველაზე საპატიო სტუმარი ჩვეულებრივ მარტო მიირთმევდა საჭმელს. მხოლოდ სტუმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაждდებოდა მასთან ოჯახის უფროსი, თანაც იმ შემთხვევაში, თუ კი იგი სტუმარზე უფრო ახალგაზრდა არ იყო. მართალია, ყაბარდოში ფეოდალური წესწყობილება იყო გაბატონებული, მაგრამ მასში ძლიერი იყო გვაროვნული წყობილების გადმონაშთებიც. ფეოდალური იერარქიული კიბის უმაღლეს საფეხურზე, ისევე როგორც ადიღეელების შემთხვევაში, აქაც იდგნენ თავადები, ანუ ფში. თავადების ვასალები იყვნენ ტლეკოტლეშები და დიჟინუგები. წვრილ ფეოდალებს უორკი ეწოდებოდათ, რომლებიც ასევე ფლობდნენ ყმაგლეხებსა და მონებს. უორკების ნაწილი ფშისა და ტლეკოტლეშების სამხედრო რაზმებს შეადგენდა. ანუ უორკები ფაქტიურად ეს იყო ყაბარდოელთა სამხედრო ფენა. მთელი ფეოდალური საზოგადოება ფში უორკების საერთო სახელწოდებას ატარებდა. გლეხობაც რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა, მაგალითად იყვნენ გლეხი მეთემეები, რომლებიც პირადად თავისუფალნი იყვნენ, მაგრამ მაინც დამოკიდებულები იყვნენ ფში უორკებზე. განსაკუთრებულ კატეგორიას შეადგენდნენ ანატები, ყოფილი ყმაგლეხები, რომლებმაც თავი გამოისყიდეს. ყმაგლეხები მიმაგრებული იყვნენ თავიანთ ფლობელებთან. საზოგადოების ყველაზე უუფლებო ნაწილი, ისევე როგორც ადიღეელების შემთხვევაში, აქაც იყვნენ უნაუტები, ანუ მონები. მონები თარეშების დროს ტყვედ ჩავარდნილთა შთამომავლებს წარმოადგენდნენ. უნაუტების შრომას ძირითადად საოჯახო მეურნეობაში იყენებდნენ. გვარის წევრები მკაცრად იცავდნენ ეგზოგამიას, ისე რომ გვარის შიგნით ქორწინება მკაცრად იყო აკრძალული. გვარის ღირსების შეურაცხყოფისათვის, ნათესავის დაჭრისა ან მკვლელობისათვის ერთობლივად იძიებდნენ ხოლმე შურს. საინტერესოა, რომ ყაბარდოელებმა, ისევე როგორც ძველ საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, იცოდნენ ბავშვის გაძიძავება, რაც მათთან ათალიკობის სახელითაა ცნობილი. ისევე როგორც საქართველოში, აქაც თავადები თავიანთ შვილებს გასაზრდელად უპირველეს ყოვლისა აზნაურების ოჯახებში აგზავნიდნენ. აზნაურები კი უფრო დაბალი კატეგორიის წარმომადგენლებთან და გლეხ მეთემეებთან. ბიჭი ხშირად თარეშებში ძიძასთან ერთად მონაწილეობდა. აღზრდის მთელ პერიოდში ნამდვილი მამა, ანუ ღვიძლი მამა, შვილს საერთოდ ვერ ხედავდა. წინა საუკუნეებში გამზრდელი ვალდებული იყო აღსაზრდელისათვის მოეძებნა საპატარძლო, აუცილებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდა მის მოტაცებაშიც. სახლში დაბრუნებისას აღსაზრდელს გამზრდელი ცხენით, იარაღით, ძვირფასი ტანსაცმლით უზრუნველყოფდა. მშობლებისათვის გაძიძავებული შვილის დაბრუნება საზეიმო ვითარებაში ხდებოდა. აღსაზრდელად გოგონებსაც აბარებდნენ. ყაბარდოელებში სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველაზე მაღლა იდგა. ყველა შეძლებული კომბლის უფროსს ეზოში აშენებული ჰქონდა სპეციალური სასტუმრო სახლი, სადაც მგზავრს უნებართვოდაც შეეძლო მოწყობილიყო. ამასთანავე სტუმარი დარწმუნებული იყო, რომ აქ ნახავდა ღამის გასათევს, ყუათიან საჭმელს, რაც მთავარია დაცული იქნებოდა მტრისა და დევრისაგან. სტუმართმოყვარეობის ამ ტრადიციით ფართოდ სარგებლობდნენ ვაჭრები. ყაბარდოელებში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ძმადნაფიცობის ინსტიტუტი.
ძმად გაფიცვა გვარში შესვლის უფლებას არ იძლეოდა, ამისათვის შვილად აყვანა იყო აუცილებელი. შვილად აყვანა კი საჯარო იყო და დედოფილის ზუზუზე სამჯერ კბილების შეხებას ითვალისწინებდა. თუ გავიხსენებთ, იგივე ტრადიცია არსებობდა საქართველოშიც. საინტერესოა, რომ წოდებრივი წარმომავლობა განისაზღვრებოდა არა მამის, არამედ დედის ხაზით. მაგალითად, არათავადი ქალისა და თავადი მამაკაცის შვილი თავადად არ იწოდებოდა, ის შედიოდა განსაკუთრებულ ფენაში, რომელსაც ყაბარდოელები თუმეს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მრავალცოლიანობის ნებას რთავდა, ყაბარდოში მაინც გაბატონებული ფორმა იყო მონოგამიური ოჯახი. დაქორწინება ხშირად ხდებოდა ახალგაზრდების წინასწარი გაცნობის შემდეგ. გოგონები სარგებლობდნენ გარკვეული თავისუფლებით, დადიოდნენ ხალხურ დღესასწაულებზე, ცეკვებზე და სხვა, სადაც შეიძლებოდა შეხვედროდნენ ვაჟებს. საქმროს აუცილებლად უნდა გადაეხადა ურვადი საქონლის, ნივთების ან და ფულის სახით. არსებობდა მოტაცების წესჩვეულებაც. ახალ დაქორწინებულები თავდაპირველად ცხოვრობდნენ არა თავიანთ სახლში, არამედ რომელიმე მეგობართან და მეუღლეები ერთმანეთს მხოლოდ ღამით ფარულად ხვდებოდნენ. დაქორწინებული მამაკაცის ურთიერთობა ასეთი სახლის უფროსთან ნათესაური ხდებოდა და ეს ნათესაობა თითქმის სისხლის მიერ ნათესაობას უთანაბრდებოდა. მე-16 საუკუნემდე ყაბარდოელების რელიგია ძველი წარმართული წმენა წარმოდგენებისა და ქრისტიანობის ნარევს წარმოადგენდა. წარმართული ღვთაებების პანთეონში, ისევე როგორც ადიღეელების შემთხვევაში, აქაც დიდი ღმერთის თხეშხუეს გარდა შედიოდნენ ნაყოფიერების, ტყეების, ხედრების, მსხვილფეხა საქონლის მფარველი ღვთაებები. ადიღეელთა და ყაბარდოელთა პანთეონი პრაქტიკულად ერთი და იგივეა, მაგრამ ყაბარდოელების შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელნი ეთაყვანებოდნენ მარიამ ღვთისმშობელს, წმინდა ელიას, წმინდა გიორგის, ხოლო აგერ მე-19 საუკუნემდე განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა მათში ჯვარი. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან წარმართობამ და ქრისტიანობამ თავისი პოზიციები სუნიტურ ისლამს დაუთმო. 1666 წელს ევლია ჩელების ყაბარდოს მცხოვრებნი მთლიანად გამუსლიმებულნი დახვდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მრავალფეროვან წარმართულ და ქრისტიანულ წესჩვეულებებს ყაბარდოელები პრაქტიკულად ჩვენს დღეებამდე ასრულებენ. ამით ხსნიან მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში რუსებთან გაქცეული ყაბარდოელების მიერ ქრისტიანობის ადვილად მიღებას. ანუ საუბარია ჩვენი გადაცემის დასაწყისში ნახსენებ ეგრეთ წოდებულ მოზდოკელ ჩერქეზებზე, ანუ მართლმაიდებელ ჩერქეზებზე. ფეოდალური ყაბარდოს სულიერი ატმოსფეროს განსაკუთრებული მახასიათებელი იყო ბევრი ფასეულობისა და იდეალის ომთან დაკავშირება. გავრცელებული აზრის თანახმად, მე-16-მე-17 საუკუნეებში ყაბარდოული ცხენოსანი ჯარი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. რაინდული მორალის ევოლუციის პროცესში ყაბარდოელებმა შეიმუშავეს უორკების, ანუ წვრილი არზნაურების, ანუ იგივე სამხედრო ფენის ეთიკური კოდექსი, რომელიც ცნობილია უორკ-ჰაბზეს სახელწოდებით. უორკ-ჰაბზე ითვალისწინებდა ვაჟკაცობას, სიმამაცეს, მჭერმეტყველებას, სტუმართმოყვარეობას, უფროსებისადმი პატივისცემას და თავდაბლობას, ტანჯვაწამების სიმტკიცით გადატანას, ქალისადმი გალანტურ დამოკიდებულებას, ყველანაირი სახის იარაღის ფლობას და რაინდული პაეგრობისას პირობების მკაცრად დაცვას. დღეს ყაბარდოელებს აქვთ დამწერლობა, რომელიც 1924 წელს შეიქმნა ჯერ ლათინური ანბანის, ხოლო 1936 წლიდან კი კირილიცას საფუძველზე. თუმცა არსებობს ასევე არაბული ანბანის გამოყენებით შესრულებული ყაბარდოული ტექსტებიც. გამორჩეულია ყაბარდოული ხალხური სიმღერები და ცეკვები, განსაკუთრებით გავრცელებული იყო საგმირო, შრომითი, ისტორიული სიმღერები. ყაბარდოული სიმღერები ერთხმიანია. ყაბარდოული ფოლკლორის ყველაზე ძველ ფენას ნართების ეპოსი მიეკუთვნება. ჩაწერილი და გამოცემული აგრეთვე ბევრი ზღაპარი და ლეგენდა. გამოკვეთილი ხატოვნობით
გამოირჩეოდა ყაბარდოელთა სიმღერა ტირილები, რაც ძალიან გავს ჩვენებურ, მაგალითად სვანურ ზარს და ასე შემდეგ. ასეთია კიდევ ერთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიის და ცხოვრების წესის მოკლე აღწერა. თხოვთ დაწეროთ კომენტარებში, თუ რა იყო თქვენთვის უცნობი და ახალი, რაც გაიგეთ ყაბარდოელებზე ამ გადაცემიდან. იმედია მოგეწონათ იგი და თუ ეს ასეა, თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დღეს კი მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.